2011 წელს ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს პროგრამის გადავარჩინოთ ბავშვები ფარგლებში ჟესტური ენის ლინგვისტის თანამდებობაზე არჩეულ იქნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ მახარობლი. ყრუთა თემთან თანამშრომლობით შემუშავდა ქართული ჟესტური ენის მოქნილი დაქტილები, რომლებიც ქართული მხედრული ანბანის გრაფიკაზეა დაფუძნებული. რამდენიმე წელია მიმდინარეობს ჟესტური ენის ლექსიკონზე მუშაობა. ყრუთა თემისთვის ერთ-ერთ ძირითად პრობლემას კომუნიკაცია და თარგმანი წარმოადგენს და ამიტომ დადგა საკითხი კომპიუტერული თარჯიმანის შექმნისა. ქალბატონი თამარის ინიციატივით მაღალკვალიფიციური პროგრამისტებისგან შეიქმნა ჯგუფი, რომელიც სწორედ ამ პრობლემაზე მუშაობს. უკვე შექმნილია ძირითადი კონცეპტები და სკრიპტები. ახლა მიმდინარეობს მუშაობა ამ პროგრამის ძრავის დახვეწაზე. ეს პროექტი, ეს თვითონ ტექნიკური და ახალი ინოვაციური პროექტი არის ილიას უნივერსიტეტის პროექტი და ილიას უნივერსიტეტმა მისმა ყოფილმა რექტორმა, რომელსაც მართლა ძალიან მადლობელი ვარ, იმიტომ რომ ყველანაირი სიახლის ძალიან გაგებით ეკიდებოდა ხოლმე ყოველთვის ბატონი გიგი. მომენტალურად გამოიყო დაფინანსება და დაიწყეთ მუშაობა. თავარი ენჯინის პროტოტიპი შეიქმნას და მეორე ეტაპზე და მესამე ეტაპზე მოხდება ამ ენჯინის კიდევ გადამუშავება, ჩანერგვა მერე თქვა სატელეფონო სისტემაში და პლუს შეიძლება ასე ტელეფონით მივიდეს და ჟესტურ ენაზე უთხრას გამყიდველს რაც ჭირდება და მან მიიღოს ხმოვანი სიგნალი. ამისათვის რა თქმა უნდა კიდე დიდი გზა არის გასავლელი, იმიტომ რომ საჭიროა გაკეთდეს ენა უნდა იყოს შეტანილი მთლიანად დიგიტალიზებული და კორპუსი უნდა გაკეთდეს და ეს კორპუსიც რანაირად უნდა გაკეთდეს, რომ მცირე რესურსი დაჭირდეს ახალი ტექნოლოგიების და ახალი კონცეპტების საშუალებით იმისი გამარტივებული ფორმატით დაახლოებით ჩამოშავებული გვაქვს და იმედი გვაქვს, რომ რაღაცა მხარდაჭერა გვექნება სათანადო. ახლა თვითონ პროგრამა უნივერსალურია და ყველა დონეზე შეიძლება ყველა სადაც არსებობს ენის კორპუსი, სამეთყველო და ჟესტური ყველგან შეიძლება ამ ტიპის თარგმანისთვის იქნეს გამოყენებული. ჟესტურში პრობლემა ეს არის, რომ ეს ერთიანი გადაბმული ფორმაა, რომ უყურებ მთლიანად მეტყველებას და ეს ნეიტრალური ჟესტები გამოვყავი მე როგორც ასეთი ამათ შორის ერთ-ერთი კომპონენტი. შეიძლება და ამ მიმართულებით წავსულიყავით, რომ ნეიტრალური ჟესტები გამოგვეყო და ამას დავღრმობოდით და მეორე გზა, რომელიც საბოლოოდ ახლა ამ ეტაპზე ავირჩიეთ, ეს ნეიტრალურიც იქნება გამოყოფილი, მაგრამ უფრო ჯობია რომ შევიტანოთ კონცეპტუალური ჟესტები და ეს ჟესტები გამოიცნოს პროგრამამ და მათ შორის სივრცე გამოვა ნეიტრალური. თუმცა ეს ნეიტრალური ჟესტის ყველა კოორდინატი და ყველა შესაძლო ვარიანტებიც გათვლილია და ესეც ცალკე როგორც ესე ვთქვათ, სიტყვათა შორის სპეისები ასეა დადებული. თქონა რა იქნება, ანუ კამერა თუ გადაიღოს. კამერა იდგეს აქ. უბრალოდ გადაიღოს ვიდეო და სიტყვები ჩაიწეროს. და ჩაიწეროს აუდიოსთან ერთად. სიტყვით უკანი. ხო, კი ბატონო. და მე ჟესტურად გამოსმოვდი. ასე თქვა არც ერთს არ ვიყენებთ არაფერს, ბზას, მოდულს, ყველაფერს ვაკეთებ ჩვენთვის თუნდაც იმიტომ რომ თქვა ვაკეთებ ქართული ენისთვის. ამის ანალოგები რაც ვნახეთ უცხოეთში რაღაც ამ მსგავსები არის, მაგრამ ღია და ასე თქვა სააშკაროზე გამოტანილი არავის არ აქვს. პროექტს ჩვენ ვაკეთებთ ისე რომ არ იყოს მარტო ქართული ენისთვის, უბრალოდ ვაკეთებთ საქართველოს და შესაბამისად ქართული ენის არის ამ ეტაპზე, მაგრამ საბოლოო ჯამში რასაც მივიღებთ იქნება ეგრეთ წოდებული კორპუსული სისტემა, რომ რა ენის კორპუსას მიამაგრებ, იმაზე იმუშავებს. ოღონდ ეს უხეშად თქვა სამომავლო არის ამ ეტაპზე ამ პროექტის კეთებისას უკვე ვითვალისწინეთ რომ მომავალში ეს პროექტი სხვა რა გავაკეთებთ და გადავდეთ ხო რა მომავალშიც ასე თქვა განვითარდეს და მაგის გათვალისწინებული გვაქვს. აი გვაქვს ჩვენი რაღაც საიდუმლო ტექნოლოგიური რომელსაც ახლა არ მოგახსენებთ და ბოლოს იქნება ეს წარმოდგენილი ყველაფერი ახალი ტექნოლოგიებია და ნუ რა თქმა უნდა მარტივად ვაკეთებთ ესე რომ თქვა და როგორც ყველაფერი კარგი და სერიოზული ამოცნობა მარტივ იმაზე გადის მარტივი უნდა იყოს.